Instagram-ის ახალი განახლება უკვე ჩვენთან არის და მას ქვია Instagram Plus-ი. Instagram Plus-ი გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას. ერთ-ერთი მათგანი არის აიკონის ცვლილება. როგორც ხედავთ, მე home screen-ზე მაქვს ძველი, ნოსტალგიური Instagram-ის აიკონი და ამის გაკეთება ხდება Instagram-ზე დიდი ხნის ხელის დაჭერით და შემდეგ სასურველი, ჩვენთვის ნებისმიერი სასურველი აიკონის არჩევით. მაგალითად, მომით ავირჩიოთ აი ეს. შესაბამისად გვეტყვის რომ დაყენდა ეს აიკონი Instagram-ზე და როდესაც გავდივართ home screen-ზე გვხვდება ჩვენს მიერ არჩეული აიკონი. მოდი მე ისე უკან დავბრუნდები ჩემს ნოსტალგიურ აიკონზე, რადგან ძალიან მომწონს და ძალიან, ასე ვთქვათ, მახსენებს ძველ დროს. შემდეგი განახლება, რაც შეეხო, არის უკვე სტორები. სტორები შეგიძლიათ ნახოთ ისე, რომ არ დაფიქსირდეს, რომ თქვენ ნახეთ სტორი. აი ასე, სტორიზე დიდი ხნის თითით დაჭერით, თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ სტორები. თუ ბევრი სტორი უდევს, აი ასე სწრაფად გადავა და რა თქმა უნდა ნახავთ ყველა სტორს უკლებლივ. განახლება შეეხო, რა თქმა უნდა, თვითონ უშუალოდ ჩვენს სტორისაც, ანუ როდესაც ჩვენ stories ვდებთ, უკვე შეგვიძლია დავამატოთ არა close friend-ებში, არამედ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი მეგობრების ჯგუფები, ხო? რა ვიცი, მაგალითად, გსურთ რომ მეგობრებს გაუზიაროთ, მხოლოდ იმ მეგობრებს გაუზიაროთ story, რომელიც არის, ასე რომ ვთქვათ, იმ კონკრეტულ რესტორანში, ან იმ კონკრეტულ hiking-ში, ხო? შესაბამისად შეგიძლიათ შექმნათ ესე თქვენი მეგობრების ლისტი და შემდეგ უკვე როდესაც გამოაქვეყნებთ stories, ეს story იქნება მხოლოდ მათთვის ხილვადი. ასევე story-ების განხანგრძლივება 48 საათით შეგვიძლია და შეგვიძლია რომ 24 საათის მერე აღარ გაქრეს და კიდევ რაც ახლა გვაქვს არის ის რომ Liquid Glass-ი ძალიან კარგად მუშაობს როგორც ხედავთ, UI ანუ მთლიანად აპლიკაციის შიდა ინტერფეისი შეცვლილი არის და ეგ არის თუ კი ფიქრობთ რომ თვეში ეს ყველაფერი ღირს $2, მაშინ როდესაც Instagram-ზე შეხვალთ, უბრალოდ მოითხოვეთ Instagram Plus-ი და ის გააქტიურეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, დროებით.